რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, მუზეუმის დირექტორი. ჩვენს გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ მუზეუმში დაცულ საგანძურზე. ვცდილობთ გაგაცნოთ ის უნიკალური ექსპონატები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა დადიანების სასახლეში. ასევე გიყვებით ისტორიებს მუზეუმის თანამშრომელთა შესახებ, მათი ღვაწლის შესახებ, რომელსაც საბედნიეროდ ჩვენი მუზეუმი მრავლად ინახავს. დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდზე. გადაცემისთვის სტატია მოამზადა მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდის მცველმა ქალბატონი დალი გულხადარაშვილმა. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკაში, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, დაცულია ევროპული კლასიკური მუსიკის საგანძური. აქ ინახება მე-17-მე-19 საუკუნეების დასავლეთ ევროპული, ავსტრიელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი კომპოზიტორების საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, რომანსებისა და საფორტეპიანო ნაწარმოებების, საეკლესიო საგალობლების კლავირები. 100-ზე მეტი კომპოზიტორის 1000-მდე მუსიკალური ნაწარმოები. იოჰან სებასტიან ბახის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოზეფ ჰაიდნის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის, ფელიქს მენდელსონის, ვოლფგან ამადეუს მოცარტის, გაეტანო დონიცეტის, ჯუზეპე ვერდის, რიხარდ ვაგნერის, პოლ ლაკომის, შარლ ლეკოკის, ფერენც ლეჰარის, სავერიო მერკადანტის, გიაკომო ორიფეჩეს, ჟაკ ოფენბახის, ჟაკომო პუჩინის, ჯიაკონო როსინის, ვიქტორ როჯერის, კამილ სენ-სასის, ფრედერიკ შოპენის, ფრანჩესკო შუბერტის, რობერტ შუმანის და იოჰან სტრაუს მეორის და სხვა კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები. დღეს გვინდა გესაუბროთ დადიანების ბიბლიოთეკაში დაცულ სამაქტიან ოპერა თამარას შესახებ, 4 მოქმედებად, რომლის პრემიერაც 1891 წლის 28 დეკემბერს საახალწლოდ პარიზის ნაციონალური ოპერის თეატრის სცენაზე შედგა, ხოლო შემდეგ 1906 წელს განახლდა. პარტიტურა წიგნად დაიბეჭდა პარიზში. 1892 წელს გამომცემელი ლეონ გრუსი. პარტიტურა შეძენილია პეტერბურგში, ნევის პროსპექტზე 68 ნომერში მდებარე იოგანსენის მუსიკალურ მაღაზიაში. ჩასმულია ტყავგადაკრულ მუყაოს ყდაში. წიგნის ყუას ამშვენებს ოქროსფერი წარწერა, ნაწარმოების ავტორისა და სათაურის შესახებ. სამეგრელოს სამთავროს გვირგვინი და მონოგრამა N.M. ნიკო მენგრელსკი. ოპერა თამარას მუსიკის ავტორია ბრეტონული წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკის ისტორიის თეორიის პროფესორი პარიზის კონსერვატორიაში ლუი ალბერტ ბურგო დუკუდრი. 1840-1898 წლები. მან მთელი თავისი ცხოვრება ევროპის ყველა რეგიონის ტრადიციული მუსიკის აღორძინებასა და აღიარებას მიუძღვრა. იგი არის პირველი შემგროვებელი ბრეტონში, რომელსაც ჯიბეში აქვს სამინისტროს ოფიციალური მისია, ასე მოიხსენიებდნენ მას გაზეთებში. ტრადიციულ მელოდიებზე დაკვირვება შთააგონებს მას მუსიკალური ფრაზების აგებას. 1862 წელს კომპოზიტორმა მოიგო რომის პრიზი. მან სწორედ იტალიაში აღმოაჩინა პალესტინის უნიკალური მუსიკა, წყნარი, დამამშვიდებელი, სამკურნალო მუსიკა და ისწავლა პოპულარული მუსიკის სიყვარული. ოპერა თამარას ლიბრეტოს, ანუ ტექსტის ავტორია ცნობილი ფრანგი მწერალი და დრამატურგი ლუი გალე. 1895-1898 წლები. ნაწარმოების თემა ბრძოლა წარმართობასა და ქრისტიანობას შორის. მოქმედების ადგილია კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბაქო. მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ განვითარების ზენიტს მიაღწია დაპყრობითი ომების შედეგად ეგვიპტეში, ევროპასა თუ აზიაში. 1518-1590 წლებში ომს აწარმოებდა სპარსეთის იმპერიაც. 1578 წელს ოსმალეთის იმპერიის უძლიერესმა არმიამ დაიპყრო ბაქო, რომელიც ამ დროს ირანის ქვეშევრდომი იყო. სავარაუდოდ, ლიბრეტოს ავტორმა ლუი გალემ ოპერა თამარას სიუჟეტს სწორედ ეს ისტორიული ფაქტი დაუდო საფუძვლად. პერსონაჟები არიან თამარა, ხირვანი, ბაქოს ტაძრის მღვდელი, ბაქოს ჯარისკაცები,
ნურ-ედინი, ნურ-ედინის ჯარისკაცები, ნურ-ედ-დინის ცოლები, კავკასიელი ქალები, სპარსელი ქალები. ქალბატონი დალის დახმარებით ეხლა შევეცდები გაგაცნოთ ოპერის მოკლე შინაარსი. კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე წმინდა ბაქო ოსმალეთის არმიის მიერ მიწასთან არის გასწორებული. განადგურებულია ქალაქის ისტორიული კედელი, ბრძოლის ველი მოფენილია დახოცილი და დაჭრილი ჯარისკაცებით. ქალაქში გლოვა და ზარია. მორჩა დამთავრდა ყველაფერი. იმედგაცრუების საშინელი დღეებია. ჩვენი ძალა გატეხილია, მეთაური მოგვიკლეს, ჯარი დამარცხებულია, შიმშილია, წყურვილია. ო ჩვენო წმინდა ქალაქო ბაქო, აღარაფერი დარჩა შენი სახელის გარდა. სულთანი ნურ-ედ-დინი ჩვენს საათებს ითვლის. სამშობლო მესამე დამყრობელი შენი ბატონია. იმედი აღარ არსებობს. ამ საშინელებაში უნდა ვიტანჯოთ და მოვკვდეთ. ღმერთიც აღარ ისმენს ჩვენს ლოცვას. ჩვენი მღვდლებიც ქალებივით გლოვობენ. ბაქოს ჯარისკაცებთან ერთად შემოდის ხირვანი და მოუწოდებს ხალხს. ომი, ვისაც ეშინია შიმშილისა და წყურვილისა, ვინც ლაჩარია, დარჩეს. ხალხი ევედრება ხირვანს. მოიფიქრეთ რამე ჩვენი მწუხარების შესამსუბუქებლად. ერთ-ერთი კორიფეს შვილი ავრცელებს სამწუხარო ამბავს, რომ დანაკარგი დიდია და არსენალშიც ტყვია წამალი აღარ არის. ხირვანი, ბაქოს ტაძრის მღვდელი, პასუხობს: ჩვენი მრისხანება იარაღზე ძლიერია. ერთ ხელში ხმალი, მეორეში მგზნებარე გული. მტერს არ მივცეთ დრო გათენებამდე, თორემ ხვალ უპირატესობა მას ექნება. ამ ღამეს უნდა გავანადგუროთ დამყრობელი ნურ-ედ-დინი და მისი ბანაკი. ვინც სამშობლოსთვის იბრძვის, მას ღმერთიც ეხმარება. წინ თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, გათენებამდე. ტაძრის კიბეზე ჩამოდის თეთრებში ჩაცმული მღვდელი, თამარასთან და სხვა ქალწულებთან ერთად. ხალხი ოვაციებით ხვდება თამარას. თამარა, ბაქოს მარგალიტი, ბაქოს სიამაყე, დიდება შენს შურისმაძიებელ სულს, დიდება შენს მარჯვენას. თამარა, შენ მოკლავ ნურ-ედ-დინს. მღვდელი მიმართავს ხალხს. მისი გული გლოვობს ჩვენს მიცვალებულებს, დღეების განმავლობაში ლოცულობს. ღმერთი ისმენს მის ლოცვას. დიახ, ჩვენ დავამარცხებთ დამყრობელს. დაჩოქილ თამარას თავზე ადებს ხელს და ეკითხება: კეთილშობილო გოგონა, გინდა შურის ძიება? შენი ოჯახისთვის, შენი სამშობლოსთვის. თამარა პასუხობს, რომ დაღუპულთა სულებისათვის შურის ძიება და ნურ-ედ-დინის განადგურებას წყურია. ხირვანი ეუბნება თამარას: მესმის შენი თამარა, შურის ძიება გწყურია, მეც ზეადამიანურ შვებას ვიგრძნობ. ეს ღამე უკანასკნელი იქნება ველური ნურ-ედ-დინისთვის. ხირვანი აგდებს საბრძოლო მოქმედების გეგმას და ეუბნება თამარას: მიდი ნურ-ედ-დინთან, შენი მშვენიერებით თავბრუ დაახვიე, მოაჯადოვე, გააბრუე, მისთვის გემრიელი ხილივით გახდი, რომელიც მას სიკვდილს მოუტანს. შენი ხელით ბოლოს მოუღებ მაგ ურჩხულს. შენ დაიწყებ საქმეს, მე დავასრულებ. გათენებამდე მტრის ბანაკს გავანადგურებთ. ეს საზიზღარი ურდო თავისუფლად რომ დათარეშობს ქალაქში, თავისი ლიდერიანად ამოვხოცავთ და მაგ გვამებს მხეცებს დაუყრით საჯიჯგრად. შური ვიძიოთ დაღუპულთა სულებისათვის, სამშობლოსათვის. თამარა ამბობს: დაე გმირთა სულებმა გაგვინათონ გზა. ღმერთო, მიეცი სიცოცხლე მკვდარს, მიეცი სიხარული ახალგაზრდა ქალაქს. მისივე იარაღით მოვკლავ, საკუთარი სისხლით გადაიხდის ჩვენს ცრემლებს თავისუფლებისათვის, შვიდობისათვის. მივდივარ. ამ დროს ნურ-ედ-დინის სამეფო პავილიონი საზეიმოდაა მორთული. სასახლის ბაღში ერთგვარი ჰარემია, ჰარამხანა მოწყობილი. სპარსული ხალიჩებითა და ყვავილებით გაწყობილ საწოლზე ნურ-ედ-დინი თვლემს. ცოლები ცეკვით უვლიან ირგვლივ, ყვავილებს აყრიან ბალიშებზე და უმღერიან: უძლეველო მეფეო ნურ-ედ-딘, გამარჯვება შენი ბედია, მაგრამ არ დაიღალე ამდენი სისხლის ღვრით. ჩვენ როდის დაგვიბრუნდები? სიმღერის ხმაზე ნელ-ნელა იღვიძებს ნურ-ედ-დინი და უყვირის: მომშორდით, თქვენმა სიმღერამ ლამაზი სიზმარი დამიფრთხო. შვენიერი ქალწული ნარნარით მოდიოდა ჩემსკენ, მისმა ღვთაებრივმა სახემ გული ამიძგერა, უკუნი ღამესავით შავმა თვალებმა მომნუსხა. ალისფერი ტუჩის ქვეშ ჩემი ტუჩის მხურვალებას უგრძნობდი, მისი ნაზის სუნთქვის ნეტარებაში ვიყავი. განაწყენებული ქალები ეუბნებიან: დაივიწყეთ სრულ სიზმარი, ნეტარება ჩვენთან ეძიე მეფეო. შემოდიან ჯარისკაცები, ემხობიან ნურ-ედ-დინის წინაშე და ამცნობენ: უძლეველო მეფეთ მეფეო, ქალაქში შიში, წყურვილი და შიმშილია, ჯარისკაცების ძალაც გატეხილია, მაგრამ ურჩევნიათ შიმშილითა და წყურვილით მოკვდნენ, ვიდრე დაგემორჩილონ. განრისხებული ნურ-ედ-დინი ამბობს: შესანიშნავია, მაშინ დახოცეთ.
დაწვით ყველაფერი, სიცოცხლის კვალიც კი არ დატოვოთ, მათი გვამების გროვას ჩემი დროშა გადააფარეთ. ხვალ ყველაფერი დასრულდება, მაინც რომ მეწინააღმდეგება ეს ირანის ვასალი. უკანა შესასვლელიდან შემოდის თამარა. ვინ მოდის? კითხულობს ნურედინი. ქალები პასუხობენ, რომ ქალაქიდან გამოქცეული შეშინებული ქალი მოდის. მისი სახელია თამარა. ფრთხილად, მეფეო. ნურედინი. მომიყვანეთ, მისი ნახვა მინდა. დიდი ხანია მასთან შეხვედრას ვნატრობ. რბილად ეკითხება თამარას. რა გინდა? თამარა ხმის კანკალით პასუხობს, რომ გამოიქცა ქალაქიდან და თავშესაფარს თხოვს, რომ ამაოდ იბრძოდა და ქედს იხრის მისი ძლიერების წინაშე. ნურედინი თავმომწონეთ ეუბნება. მე სასტიკი ვარ დაუმორჩილებელთა მიმართ, მაგრამ ვინც შენსავით ტირის, მასთან მოწყალე ვარ. რა სასიამოვნო ხმა გაქვს, შენი სახის ნახვა მინდა. ნურედინის ცოლები დაცინვით ამბობენ. რა აქვს სანახავი ამ უცხოს? ნურედინი უბრძანებს ქალებსა და ჯარისკაცებს, რომ მარტო დატოვონ თამარასთან. ქალები ბუზღუნით გადიან. რა მოეწონა მისი? ჩვენ თავს ის უცხო ამჯობინა. ნაზი ხმა კი აქვს, მაგრამ მისი მაინც არ გვჯერა. ნუ ენდობი მეფეო. თამარა ამბობს თავისთვის. ჩემმა სიტყვებმა გული მოულბო თქვენს ქმარს. ურჩხულად ვთვლიდი, მაგრამ ის ახალგაზრდა და გონიერია. მაგრამ არა, ჩემს გულს ვერაფერი შეცვლის. ამიტომ გქონდა ხილვა ნურედინ, ამიტომ გრძნობდი ჩემს საბედისწერო სიყვარულს, რომელმაც შეიძლება სიკვდილი მოგიტანოს. ნურედინი თბილად ეუბნება თამარას. მარტო ვართ. ნუ გეშინია, ილაპარაკე თამარა. მითხარი შენი საიდუმლო. ნება მომეცი შევახციო შენს ფიქრებში. თამარა მდუმარედ დგას. ხელები შიშველ მკერდზე უწყვია და ფიქრობს. ჩემი საიდუმლო მხოლოდ ღმერთმა იცის და წარმოიდგინა ის საშინელება, რაც დავალებული აქვს და ამბობს. არ მეშინია შენთან. ჩემი საიდუმლო ეს 64-ია. გახდი ჩემი ბატონი. გახარებული ნურედინი ვნებიანად პასუხობს. მართალი ხარ, თუ ჩემი გახდები, ნურაფრის შეგეშინდება. შენი სიყვარული ჩემი ოცნება. ოღონდ ჩემი გახდი და დანარჩენი ყველაფერი ამაოა ჩემთვის. თხოვე რაც გინდა. თამარა, ღმერთო დამეხმარე. უფალო მირჩიე როგორ მოვიქცე. თხოვს ნურედინს. მეფეო, წაიყვანე შენი ჯარი. გადაკვეთე საზღვარი და დაუბრუნე თავისუფლება ბაქოს. მეფეო, ამას გააკეთებ? არსებობს საბრძოლო დიდებაზე უფრო დიდი რამ და ეს მოწყალება, მეფეო. ნურედინი მკაცრად. არასოდეს. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შურისძიება სიყვარულზე ძვირფასია. მე შევფიცე ალახს, რომ ბაქო სასაფლაოს მეტი არაფერი იქნება. თამარა ამბობს. მაშინ მოუწევს სიკვდილი. დაე მოკვდეს. ნურედინი ეხვეწება. მოდი ჩემთან, თამარა. მე შენ გაღმერთებ, საბრალო. მე ვტირი, ხედავ, ჩემი გული შენ გეკუთვნის. შენ მე მომაჯადოვე. მოდი, სიყვარულმა გაიმარჯვა. თამარას გული და გონება იწყებს ერთმანეთთან ბრძოლას. თითქოს საკუთარი სული გაექცა. რა მაცდურია მისი ხმა, უკუნი ღამეა. თამარა გაწეწილი თმით, გაცრეცილი თვალებით დგას საწოლთან, სადაც ნურედინი წევს. საწოლის გვერდით სამფეხაზე დევს ხანჯალი. თითის წვერით ეხება მას და ფიქრობს. ხირვანის ჯარისკაცები უკვე მოდიან ჩემსკენ. მე კი ჯერ არ მომიკლავს ნურედინი. ისევ ცოცხალია. უყურებს მძინარე ნურედინს. სძინავს მის მომხიბლელ და ფერმკრთალ შუბლს. მისი სურნელოვანი სუნთქვა ისეთი ტკბილია, როგორც სიყვარულის გოდება. მხოლოდ სიყვარულია ის, ვინც იმარჯვებს ჩვენზე. ყოვლის შემძლე სიყვარული. ნურე딘, სიძულვილი მოკვდა. მე ქეთს ვიხრი სიყვარულის წინაშე. ნურედინი, თამარა, მოდი, შენია ჩემი სიცოცხლე, ჩემი სული, ჩემი სამოთხე. ნუ არყოფ ჩემს სიყვარულს. ანგელოზო, ნურე딘, შენი მოწყალეა. უარს ამბობს შურისძიებაზე. შინაგანი ხმა მეუბნება, იყავი მოწყალე. თამარა, გიბრუნებ შენს ბაქოს. თამარა შემობრუნდება ნურედინისკენ. მიყვარხარ. მიცვალებულთა ხმები კი ჩასძახიან თამარას. დაარტყი, შურიიძიე, სისხლი აიღე. თამარა უცებ იღებს ხანჯალს. ნახტომით ზურგიდან უახლოვდება ნურედინს, თან ტირის. არასოდეს. დაარტყი, ღმერთმა დასწყევლოს, მიყვარს ღმერთო. არ მესმის რა მემართება, არ ტყამს. ნურედინი ამბობს, რა ნეტარება, რა ექსტაზია, თავად ზეციდან.
თენდება, წმინდა ბაქოს მოედანი საზეიმოდაა მორთული. ხალხი იკრიბება პალმის რტოებითა და ყვავილებით ხელში. ჰაერში ყვავილების სურნელია, ზღვაც მშვიდია. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დგას ტაძრის კიბეზე და იძახის. მოდიან გამარჯვებულები, თამარა, ხირვანი, ნურ-ედინი მოკვდა, მტრის ბანაკი განადგურებულია, გავიმარჯვეთ, ვაშა. თამარას თეთრი ტანსაცმელი სისხლით არის დასრული. ხელში სისხლიანი ხანჯალი უჭირავს. უკან ჯარისკაცები მოყვებიან. ისმის შეძახილი დიდება თამარას, დიდება კეთილშობილ მეომარს, პატივი და ღვთისწყალობა მას, ქალწული ჯარში. ღვთის შეწევნით იმარჯვებს. ვაშა, ნურ-ედინი მოკვდა, თამარა ცოცხალია, გავიმარჯვეთ. ვაშა, თამარა, სამშობლო, შენ გჭირდებოდა სისხლი, მე ავიღე სისხლი. მსხვერპლ შეწირვა აღვასრულე. მე მოვკალი ნურ-ედინი, სამშობლო თავისუფალია. იღება ტაძრის კარი, ინტერიერი ნათდება, შემოდის მღვდელი, რომელსაც ქალწულთა მსვლელობა მოყვება. თამარა ჯარისკაცებს შორის დადის და ამბობს: არა, არ მომიკლავს ნურ-ედინი, ცოცხალია, მისი მზერა შორს ერთ წერტილს მისჩერებია. ხედავს ნურ-ედინის აჩრდილს, რომელიც ეძახის: თამარა, მოდი, თამარა, ნურ-ედინ, ეს შენ მეძახი? მე შენ დაგარტყი, მე შენ გეკუთვნი. ნურ-ედინის აჩრდილი გაუწვდის ხელებს და ეუბნება: თამარა, ჩვენ ბედმა სამუდამოდ დაგვაკავშირა. მოდი. თამარა ნელ-ნელა წევს ხელს და ამბობს: სიყვარულმა გაიმარჯვა ნურ-ედინ, მე შენ მიყვარხარ, მე მოვდივარ შენთან. და ირტყამს ხანჯალს. ხიხვანი: თამარამ თავი დაიჭრა, სისხლის დის, საშინელება. აი ესე ტრაგიკულად სრულდება ოპერა თამარა. დიდი მადლობა ამ ოპერის შინაარსის დამუშავებისთვის ქალბატონ დალი გულხადარაშვილს, ჩვენი მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდის მცველს. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.